მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე გიორგი ვარ. მოკლედ, ესეთი ამბავი თუ რა, ვიცი არავინ არ მიყურებს მართლა და გადავწყვიტე აი ეს მართლა ბოლო ვიდეო იყოს რა, აწი უკვე ჩემი YouTube არხს დავტოვებ. ყველაფერს რაც შემეძლო, აი მაქსიმუმს ვაკეთებდი ჩემსას რა. რაც შემეძლო, ფაქტიურად ვაკეთებდი ყველაფერს. იმენა ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, ზუსტად იმენა ყველაფერს. მოკლედ ესეთი გამოსამშვიდობებელი ვიდეო მინდა რა ჩავწერო, ოღონდ მართლა ადრე წინ ერთხელ კიდე დავდე ვიდეო, სადაც ვითამაშე რა და მე ვთქვი რომ ამ ვიდეოს დახმარებით იქნებ ცოტა მომემატოს რაღაცა ლაიქები და რაღაცები, მაგრამ არც არაფერი. ვაფშე ლაიქი კი არა, აი არაფერი არ ქონა რა ვიდეოს. ეგეც ერთი თუ შევიდოდი მე დავალაიქებდი რა. ანუ მართლა არაფერი არაფერი არ ქონდა, რასაც ქვია იმას. და კარგი აზრი არ აქვს რა, ანუ სხვისი დალაიქებული ვიდეო ალბათ ჩემ არხზე არ არსებობს რა. თუ არსებობს მარტო ჩემანაცნობა, თუ ან დავითმა თუ დაალაიქა, ვინც იცით დავითი, შეგეცოდინებათ არავინ არ მიყურებთ. კაროჩე, მარტო აი ეგ თუ დაალაიქებდა ვიდეოს რა, იმენა სხვა არავინ არ ალაიქებს. შევალ ერთხელს ვითამაშებ და წავალ აწივი YouTube-დან რა, ანუ წავედი ვსვო რა მე ხალხო. ნახო რომ ანუ ვიდეო და რაღაცეები, ანუ აზრი აღარ აქვს რა ვაფშე, არანაირი სერიალი, არანაირი ის, ანუ მარტო TikTok-ზე თუ ნახავთ ჩემ იმას რა, ვინც TikTok-ზე არ მისმენთ, გიორგი მაისურაძე მეყენია, ფონი უკვე იცით ალბათ უმეტესობამ მიყურებთ. YouTube-ზე თუ არა, ალბათ სულ ვიქნები ქროუნ TikTok-ერთან, სულ ვიქნები, ისე რომ ვთქვათ, live-ზე მაგასთან რა. ვთამაშობ მაინებერიზე. ხო, ეხლა ბევრს ვინც თუ ვინმე შეხვდებათ ეს ვიდეო, იფიქრეთ რომ ანუ თავის შეცოდება მინდა ვინმეს. არავის თავის შეცოდება არ მინდა რა, მე პროსტა მინდა და გამაკეთებინა. ის რასაც ყველა აკეთებს და აწი აღარ მინდა რა, ანუ არანაირი აქტივი თუ არ იქნება, არანაირი мотивация, სტიმული, ვაფშე არაფერი არ არის. მე ფაქტიურად ზუსტად არაფერი არ გამომივიდა, ასე რომ თქვა YouTube-ერი კი არა, არაფერით არ გამომივიდა მე, არც YouTube-ერი, არც არაფერი. რაც შეეხება დანარჩენს უკვე როგორ ჩანებს რა, მე აღარ მგონია უკვე. დიდი ალბათობით აღარ დავბრუნდები YouTube-ზე რა, თუ დავბრუნდი, არა, YouTube-ზე არ ამგონია რა. თუ ვინმესთან სხვასთან თუ გავიჩიტები, აი სადმე მან მინიმუმ ქროუსთან გავიჩითო ლაივებზე რა. საერთოდ არ არის აქტივი. აი ნერვები მეშლება, იცით რაზე? აი შეიძლება ვიდეოს გქონდეს აი 13 ნახვა და ვაფშე 0 ლაიქი რა. და 13 ნახვიდან 0 ლაიქი არის ძალიან საშინელება, აი მაგას შედეგი კი არა, არაფერი არ ქვია. ფაქტიურად ეგ არის 0 ყველაფერი. რასაც ეხლა თქვენ ფიქრობთ, კი რა თქმა უნდა, იფიქრეთ იმასაც, რომ ეხლა შენ რაღაცეებია. ეს ჩემს არხზე არის 31 ვიდეო. 31 ვიდეო ცოტა არ არის. ანუ 31 ვიდეო. ცოტა კი არა, ვაფშე არაფერი არ არის რა, აი რაც მე მხვდება. ზოგადად ჩემ YouTube-ზე შემოსვლისას. 30 ვიდეოდან მაქვს მხოლოდ აი 1 ლაიქი და ეგ 1 ლაიქი. იცით როგორ? თუ მე დავალაიქე. და ანუ აზრი არ აქვს რა. გასაგებია ყველამ რაღაც დაიწყო, ყველამ რაღაც, მაგრამ მე იმით არ დამიტყია, რაც ყველამ დაიწყო. და არ არის ეგ რა, ეგრე როგორც აი გასაგებია ხო ვერ გავხდები ესე მალე განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული და რაღაც, მაგრამ ანუ 30 ვიდეოდან რავი. ალბათ ნორმალური შედეგი მაინც უნდა დაედო რა, მინიმუმ აი 13 ნახვიდან მაინც 6 ლაიქი რო ქონოდა ვიდეოს და რაღაც. და ბევრად მინახია ისეთ როგორი რაღაც. აი ხალხი ბაძავს აი მაგალითად აკეთებენ სერიალებს და ბაძავენ აი სხვადასხვა იუთუბერებს რა და მაგათ ძალიან გამოგდა. ეგეთი რაღაც არ მინდა გავაკეთო რა. მიუხედავად იმისა, რომ თან სისვლელე იქნება. გამოვა და რომ ვიღაცას პარო იმას
აი მაგალითად უმეტესობა აკეთებს აი Dutch Plays როგორ შინაარს პარავენ და რაღაც ეგრე არ მინდა რა ეგეთი რაღაც გავაკეთო მიჩვენე ესე ჩემსაც შეუბერო რა და თუ მართლა არის გამოსავალი ვინმესთვის მიბაძვა ანუ ეგ რთული არ არის რა პროსტად შენივე თქონა მოიგონო რამე მე მაგალითად ახლა მიჩვენია ჩემთვის მოვიგონო რას ქნება ფაქტიურად რავი აბა როგორ ფიქრობთ თქვენ ვარ ერთი ლაიქის ღირსი მაინც ელემენტარული ერთი ლაიქის ღირსი ერთი ლაიქი ხალხ ბევრი კი არ არის ერთი ლაიქი არის ანუ სხვისგან აღარ ჩემგან ბაზარი არა მე რა პრობლემა მაქვს დავალაიქებ ჩემივე ვიდეოს მაგრამ რატო აი როცა შეუულია ნებისმიერ ადამიანს просто დაალაიქოს რა ვიდეო და თან არაფერს არ კარგავს მაგით ანუ რამეს კარგავთ მართლა მაინტერესებს რა აი უმეტესობა არ მიყურებს აი არ მიყურებს იმიტომ რომ მართლა არ ვარ ახლა ცნობილი და ვერც ვიქნები ეგრე მაგრამ ბიჭო რავი რა მე მაგალითად მაგრად მიტყდება ეს არის 31 ვიდეო ჩემ არხზე ამასაც არ ექნება ხალხო არ ვაფშე მოწონება არ ექნება ხალხოს რო ვიძახი ეგეც კი მიტყდება პირდაპირ ნიშნულობით რადგან მგონია რომ აი ჩემ თავს ველაპარაკები მარტო ჩემ თავს ველაპარაკები აი არავინ არ მიყურებს და აი პროსტა ვიძახი აი ხალხო რა ხალხო აი რა ორი ბაზარი არა აი რას გვია ხალხო ისე გადავარდება ეხა რა ტვინი წაიღო და მართლა მირჩევნია ანუ სხვასთან თუ გავიჩიტები ვიდეოებში ზარი არა შენი დიდა შევეცი როგორ გატეხა ეს შეგვიწევ ბიჭო ხო ცენზურისთვისაც ბოდიში მაინც აზრი არ აქვს არავინ არ მიყურებს და რა აზრი აქვს შევიგინები თუ არა ნუ ხა გაჭირდა მიდას ბაზარი არა ინტერნეტმა ხო დიდი ალბათ რა თქმა და წი გავიჩიტები ქროუნსთან YouTube-ზე რაღა და TikTok-ზე რა მართლა მირჩევნია ბოლოს მირჩევნია შევეშვა იმ საქმეს რომელიც არ გამომიჩ ბოლომდეც რომ მივაწვე ბაზარი არა მაგრამ ხალხო არ არსებობს ეგეთი რაღაც რა ყველაფერში შეგიძლია დავნებდე მაგრამ არ მინდა ძმაო დავნებდე მაგრამ აი თქვენ მაიძულებთ რა თქვენ არავინ არ ანუ ყველა მაიძულებს ჩათვალეთ რა აი აქ რო თქვა რომ არავინ არ მაიძულებს თქო ეგ იქნება ყველა დიდი სისულელე რაც თქვი მე პირიქით ყველა მაიძულებს რომ აი ამ საქმეს თავი გამანებო როგორ მაიძულებს ყველა ანუ კი ხო შეიძლება დაისვას კითხვა როგორ როცა არავინ არ მიყურებს და ზუსტად მაგით მაიძულებენ წასვლას აქედან რომ არავინ არ მიყურებს და ხო რა მარტივად რო თქვა ეგრეა ყველაფერი პროსტა შეიძლება ბევრი რაღაც მოხდეს მაგრამ აი ვერა ის რაც შენ გინდა რა და ვერასდროს თან ვერასდროს ან ვერასდროს ვერ მოხდება ისეთი რაღაც რაც უეჭველი ჭირდება შეიძლება შენ მოახდინო ეგეთი რაღაც მაგრამ სხვა ვერ მოგიხდენს რა თუ მოგიხდენს რა მაგაზე ჯეგარი ადამიანი აღარ დედამიწაზე არ არსებობს რავი ეგეთი ვინმე თუ არსებობს ანგელოზია რა შეგიძლია დაუძახო აი ადამიანს რავი პიროვნებას რომელიც შენთვის საჭირო რამეს აკეთებს ან შენ გასახარებად არ არსებობს ეგეთი შეიძლება შენ ბევრი გაახარო და სხვა არავინ გაგახაროს რამდენი ეგეთი რაღაც გამიკეთებია და ბოლოს ისე წამოვიდა ეგ რაღაც ისე წამოვიდა ბუმერანგებით აი წავიდა ისევ
შემომიტრი კი არ შემომიტრიალდა. აი სიკეთე შეიძლება აი შემოგიბრუნდეს, მაგრამ აი ადამიანისგან არასდროს არ შემოგიბრუნდება სიკეთე. ან შემოგიბრუნდება ერთისგან, ან შემოგიბრუნდება მშობლისგან. მეგობარისგან, რა ვიცი, მაკაცისგან, ანუ სიკეთე შენთვის არ უნდა გააკეთოს ძმაკაცმა რა. ძმაკაცი თუ გვერდში არ მოგიდგა, ეგ ძმაკაცი არ არის. და ჩემთვის გააკეთებს კარგი რა, მართ აი წარე სიმართლე რასაც ქვია. და მოდი კიდევ ერთხელ ვითამაშებ რა. რა პრობლემა არის, არაფერი არ მიშავდება მაგით. და რაც აი ეხა მე მაგალითად ხალხს ვცდილობ რამენერად აი მოვხიბლო რა. მე ანუ თვითონ არ ვხიბლავ. ანუ მე როგორ გავაგრძელო იმის საქმიანობა რასაც მე ვაკეთებ და არ მიბრუნდება უკან რა. ანუ ყველა შრომა ხო ფასდება. ანუ ხალხო გეფიცებით, აი სიმართლეს ვიძახი და აი გეტყვით რომ შეიძლება მაგ აი კომპიუტერი შეიძლება უძლებს ამას, მაგრამ მეხსიერება, ანუ არის აი მინიმალისტურ მეხსიერებს ვიყენებ, ეხლა რომ ეს ვიდეო მინიმუმ ავწვირთო. მარტო ვიდეოში შეიძლება 50 გიგაბაიტი დახარჯო და ბევრს ეხლა 50 გიგაბაიტი ცოტა გონია, 50 გიგაბაიტი ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ერთი ვიდეოს გადაღებას, რომელიც ერთია და მოწონება საერთოდ არ ექნება რა. უმეტესობა ადამიანი ალბათ ნატრობს 50 გიგაბაიტი ქონდა. ხალხო, ანუ მართლა ვიძახი ამას. და მე ამ 50 გიგაბაიტს ხარჯავ თქვენთვის. და ან 50 არა, მაგრამ რას ხარჯავ, ხო თქვენთვის ხარჯავ. და თქვენთვის, ანუ ჩემთვის რა, არაფერს არ აკეთებ. ეტყვი ხო ყველაზე. ანუ ყოველა აი ამას ხარასაც მე ვაკეთებ და თავისთვის, ანუ რაც იხარჯება ჩემგან, რაც იხარჯება ყველა გააკეთებ და იცით როგორ რაღაცას დახარჯავ და თავისთვის. მე რასაც ეხლა ვხარჯავ, დავხარჯავდი ჩემთვის, მაგრამ ანუ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ და ეხლა ვიღებ ამას. და თუ ვიღებ მე სიამოვნებას, მაშინ რამე უნდა იმას. ანუ რამით უნდა შემომიტრიალდეს ეს. ანუ აზრი არა. მართლა აზრი არა, უკვე დავიღალე. ვინც არ დაიღალეთ, ბაზარი არა, გააკეთეთ, გააგრძელეთ, ბაზარი არა, თქვენ გვერდში ვარ რაღაცა, მაგრამ ანუ უნდა გესმოდეთ არა. ბევრი ადამიანი წვალობს ბიჭო და თქვენ ანუ არაფრად იდგებთ. რასაც ქვია. აჰა, მანაც გამიტეხა ლოგინი, აურაშ. ბაზარი არა. ხო. ლოგინი გამიტეხა უკვე? არც დაწერილა. რას ვამბობდი რა. აი ამას სულ ტყუილად ლაპარაკობ, აი ჩემთვის ლაპარაკობ რა. აი 13 მნახველი ყავს ვიდეოს, ხალხო, 13 კი არა. რომელიღაც ვიდეოს ყავს 30 მნახველი ვიდეოს, 30. და ანუ მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი, არავის არ მშორს, მაგრამ მეც მინდა რომ ჩემი შრომა მიფასდებოდეს. ჩემი შრომა მიფასდება მარტო ჩემგან. და ანუ ეგეთი ის რა მინდა მაშინ. ჩემის ანუ აი იცით როგორ რაღაც მინდა ხდებოდეს აი ჩემი YouTube-ზე რა, აი ჩემი YouTube-ზე. რაც მინდა ხდებოდეს აი ისეთი თემა არის რომ აი მაგალითად აი როგორც მუშავებ, ფულს გააკეთებ, უფროს ერიცხება და უფროს შენ გიხდის ხელფას. აი ჩათვალეთ მე. აი თქვენგან მეც მინდა ეგეთი რაღაც. ჩემთვის უბრალოდ ლაიქები და ხელფასი ჩემგან თქვენთვის იქნება ვიდეოები. გამოვუშვებ, მე კი არ გამიჭირდება, მაგრამ არ გინდათ რა. რასაც მე ვაკვირდები, აი პირდაპირ ხედავ რომ არ გინდათ, არ გინდათ, რო გინდათ. ანუ ბაზარი არა, შევეშვები ვაფშე ყველაფერს, რაც YouTube-ს ეხება და წავალ-აქედან რა. აწი სულ გავიჩიტები სხვასთან. მირჩევნია კიდევაც ეგეთი რაღაც გავაკეთო რა. რაც აი ამ წუთებში რაც არაფერი არ მიფასდება. ალბათ მომავალში შეიძლება არ დამიფასდეს, რაც ყველაზე მეტად არ მიფასდება და რა ყველაზე მეტად მეში. ეგეთია. აჰა, რა მიმართლა როგორც ასაჭირო. რა. თქვენ თვითონ მოიფიქრეთ რა გავაკეთოთ. პლუს მაგას მარტოვი არ არის ხალხო, ანუ აი ბევრს ვინც მიყურებს ალბათ გონიათ რომ იუთუბერობა არის მარტივი
რა, მეც ადრე ეგრე მეგონა, რა თქმა უნდა, ყველას ეგონებოდა, იმიტომ რომ არც კი იცოდნენ როგორი, მართლა არ არის ხალხო მარტივი რა. რო დაიწყებდა, მიდი შეიძლება ერთი ვიდეოს დადებისთვის ყოველ წამს დაგჭირდეს მაღაზიაში წასვლა და რაღაცის ყიდვა. რაც არ გჭირდება, ხვდებით? და მე არა ვარ რა იძულებული რომ ყოველთვის გავაკეთო და თუ ყოველთვის ვაკეთებ, მაშინ რა თქმა უნდა ფასდებოდეს. აი ბევრმა ეხა ეს ვინც უყურეთ და ვისაც გონიათ რომ მე აქ რაღაცებს ვღადაობ და მართლა და თავს გაწოდეთ, აი მაგრად ხდებით რა. და პირდაპირ მნიშვნელობით აი მინდა ეგეთ ადამიანებისგან თავი ავიერიდო. ეგეთი ადამიანების კი არა, ბევრნაირისგან მინდა მე თავის არიდება. რაც არ გამომდის და მინდა გამომივიდეს, როგორღაც მინდა. რაც მე ხალხისთვის არაზრუს არაფერი არ დამიშავებია. ისე არ მიფასდება არაფერი, აი ასე რა, წავედი ხალხო, მართლა წავედი, აღარ მინდა, კაროჩე, კარგად რა, აი ესე კარგად მეყოლეთ როგორც მე ვარ, ვაფშე, აი ვინც უყურებთ, აი ჩემ ჩანელს, მართლა ვინც უყურებთ და აი ერთი ლაიკი გენანებათ უბრალოდ რომ თითი გაანძრიოთ, უბრალოდ თითი და თქვენ წარმოიდგინეთ წინ რამხელა მომავალი გელოდებათ აი ჩემ ტოლებს და მე თქვენთვის არაფერი არ მეზარება, რო გავაკეთო. და თქვენ ბაზარი არ ერთი თითის დაჭერა რაღაცისთვის გეზარებათ. მარტო ლაიკი კი არა, 12 გამომწერი ხავს. 30 ვიდეოთი, ალბათ რავი, უმეტესი, აი, რავი. მარტო შემიძლია შევიდე ვინმეს YouTube-ზე და ვნახო რომ 30 ვიდეოთი, 30 ზუსტად 30 ვიდეოთი ყავს, ალბათ აი 1000 ლაიკი და რაღაც ეგრე რა. არავისი არ მშორს, просто მე მიტყდება რომ ჩემი შრომა არ ფასდება. აი, როგორც მე ვარ, როგორც დღესაც მე ვარ, ისე იყავით ყველანი, ბრატ, არ მაინტერესებს. თქვენ ოდესმე თუ გაგიმართებთ, მე არასდროს არ გამიმართებს, ბაზარი არა, აი ეგრე. რავი, რა აზრი აქვს? მართლა აი просто ვლაპარაკობ ამაზეც, არავინ არ ნახავს ამ ვიდეოს და რავი, იმენად ყვილად ვაკეთებ ყველაფერს, რასაც უნდა ვაკეთებდე და რაც უნდა მიფასდებოდეს, ის არ მიფასდება, მაგრამ რაც ყველას უნდა იმას ვაკეთებ, რაც ყველას საინტერესებს, იმას ვაკეთებ, რაც გინდათ იმას ვაკეთებ. ხალხო, რამე დამიწერეთ, გავაკეთებ, ოღონდ გქონდეს ლაიქები, გქონდეს რავი, ნახვები, კიდე აქ ვიდეოს, ახლა რომელიღაც ვიდეო შეიძლება 30 და ერთი ლაიქი გქონდეს, ეგეც ჩემი დალაიქებული, რა აზრი აქვს? აი რა აზრი აქვს? პროსტად ჩემივე ვიდეო რომ მე დავალაიქო, რა აზრი აქვს? წავედი ძმაო, მე აღარასდროს აღარ ბრუნდები YouTube-ზე, მე თუ დავბრუნდა მე ვიყო არაკაცი, მე არასდროს აღარ გადავიღებ ვიდეოს, არ შევეშვები. ჩანელზე არაფერს აღარ დავდებ. სულ თუ რამეს გავაკეთებ, ერთადერთი იქნება ბლოგები და ბლოგებისთვისაც ცალკე არხს შევქმნი. დამანებით ხალხო თავი არ მინდა რა, ყველა იმენა გახარებული ჩემ გარდა. ჩემზე განაწყენებული ალბათ არავინ არ არის მეორე YouTube-ზე. ვინ ყველა იძახდა რომ აი ყოველთვის უნდა დაიჯეროს შენი თავი. როგორ უნდა დაიჯეროს შენი თავი, როცა შრომობდა არ გიფასდება. კაროჩე, წავედი რა, ყვილად ვლაპარაკობ ამდენს, კარგად მეყოლოთ ყველანი. ვაფშე აღარ მაინტერესებს რა. როგორც თქვენ არ გაინტერესებთ, ისე არ მაინტერესებთ მეც. დავაი აბა. მომავალ აღარასდროს შეხვედრამდე.